მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა უცლოთ მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც განსასწრებელს შინახართ, პატიმრები მინდა განსაკუთრებით მოვიკითხო და უცხოეთში მყოფი ქართველი და დღეს განსაკუთრებით მინდა მოვიკითხო ქართული ჯარი, ის ჯარისკაცები, ვინც აი ეს ღირსეულად და ძალიან ამაყები ვართ თქვენით, რომ თქვენ არსებობთ ამ ქვეყანა და აი ამ ყველაფერ დიდ ტკივილს, დიდ იმას უძლებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ დღეს ყავს ეკლესიიდან მთავარი კაპელანი, მამა დავით ლონდარიძე, როცა ყავს თან ძალიან მაგარ თემებს ისე შლის ხოლმე სხვანაირად, რომ ძალიან მოწონთ ადამიანებს, ამას წინათ მამებიც მეუნებოდნენ, რომ ძალიან გვიხარია ხოლმე რომ მოდისო და არ დაგზარდა და მობზანდა და მამოსთვის უცხო არ არის ის თემა, რასაც მე დღეს წამოვჭრი და ჩვენთვის იქნება ძალიან სასიკეთო ის თემა თუ რაღაცებს დაუკვირდებ ჩვენ ცხოვრებაში და მამო, ადამიანი როგორ არ უნდა გაიქცეს თავის ტვირთს, ძალიან დიდი ტვირთის ქვეშ არის ადამიანი რა და როგორ შეიმსუბუქოს ეს ყველაფერი და როგორ არ უნდა გავექცეთ ან თუ რამეზე თავი არის ასარიდებელი, როგორ უნდა ავარიდოთ თუ შეიძლება რომ ამის შესახებ გითხრათ. მოგესალმებით, ჩემი კარგი მოგესალმებით თქვენ ტელემაყურებლებს, თქვენს მაყურებლებს, რომელსაც მართლა ძალიან უყვარს გადაცემა და თუ ჩემი მხრიდან ამ დიდ საქმეს რამე შევეწევით, ჩემ დიდი პატივია და ღირსება. მადლობა უფალს ყველაფრისათვის. ხო, დიდი და ღრმა თემი დაიწყე ჩემო გიორგი და შეიძლება ითქვას დღევანდელი დღის აი იდეურთა ხვედრაშია ყველაფერი ესა. ჩვენ თუ ვართ ქართველები ვართ, ქრისტიანები ვართ, ადამიანები ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობთ სხვა ქვეყნის თუ ასე შემდეგ, უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა ეს არის ღვაწლია და ეს არის ტვირთი, რომელიც უნდა ვატაროთ. აი ეს წუთისოფერი ტვირთით არის და ღვაწლით არის. სხვანაირად არ შეიძლება ვერ გაელვის ადამიანი ყველაფერს ამას. სასופევრიც კი თქვენი თვითონ მძიმე ტვირთი და შრომით მოეპოვება, იმ და ბრძოლით მოეპოვება. ეს დაგვიტოვა ჩვენმა სახარება, გვითხრა ივანე ათლეტსებელმა, მაცხოვარმა ეს ყველაფერი შემდგომში თავი ცხოვრებით აჩვენა ეს ყველაფერი გზა და როცა თუ ჩვენთვის მაცხოვარი ღმერთია და ამავე დროს მაცხოვარიც რა თქმა უნდა ჩვენი სული ცხონების მასწავლებელი ის ამოთ მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და თუ ჩვენ მასთან ერთად ვიქნებით ნათელში, ვიქნებით სამაროც სიცოცხლეში და ეს არის ჩვენთვის ყველაფერი. ჩვენ აქედან გამომდინარე ჩვენ მაცხოვარს უდგებით რა ყვაში, ხდებით რა ქრისტიანები, ვინათლებით რა ქრისტეს ნათელით, ხდებით ეკლესიის ცოცხალი წევრი, ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას კიდევაც. მე სიმართლე გითხრა მე ცოტა გვიან მოვედი ეკლესიის ცოცხალ წევრად ასე ვთქვათ, და როგორც ძირითადი ქართველობა რაღაც განსაკუთრებული მოვლენების გამო. და მანამდე ვიყავი ჩვეულებრივი ტრადიციული ტიპის ქრისტიანი, რომელიც ეკლესიას როგორც მის ისტორიულს ვაღიარებდი და ასე შემდეგ და მომული ქონდა ფეხით ყველაფერი, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ისტორიული კონტექსტი. მაგრამ როცა ეკლესიის წევრი ხდები, იქვე იღებ პასუხისმგებლობას. აქ არის შვიდი საიდუმლო თანახვედრობა, შენი მასში თოცხალი თანამონაწილეობა და უკვე ტვირთია და პასუხისმგებლობაა ეს. და აი ამ მაღალი პასუხისმგებლობით იწყებს ქრისტიანი შემდგომში თავისი ცხოვრების ორგანიზებას, სულიერ ცხოვრების ორგანიზებას, რომელიც შემდგომში აუცილებლად გახდეს მისი ცხოვრების წესი. თუ ჩვენი აღიარებული სარწმუნოება არ ემთხვევა ჩვენი ცხოვრების წესს, მაშინ კი არ ვქადაგებთ ჩვენ ქრისტეს საწინააღმდეგო თემას ვქადაგებთ და ხელს უშლით ქრისტეს ცნების გავრცელებას. დღევანდელი ჩვენი პროცესი აქედან მიდის, ადამიანი იღებენ პასუხისმგებლობას რაღაც თემებზე. მარტივად ქართველი ხარ, რაც შენ თავითამა როგორც მოვალეობითი მოგეწონა. ისტორია შენი ქართული, კულტურა შენი ქართული, რომის თავისთავად როცა მოხვედი ეს ყველაფერი მიიღე. ამიტომ მე ესე ვამბობ ხოლმე, იცით ახლა რთული თემა, ამას ღრმა ფილოსოფია ჭირდება ნამდვილად და შეიძლება მე ვერ გავქაჩო, ვერ გავწვდი ამას, მაგრამ მე ჩემი ცხოვრებიდან გვიტყვი იმას, როგორ უყურებ მე ამ საკითხებს, როგორ უყურებდი და როგორ გამიხადა, როცა ეკლესიამ შემდგომში სახარების დამიდასტურდა ეს ყველაფერი, მაცხოვრებლა თქვა ის, რაც როგორც მე ვხედავი და მესმოდა. ერთი რომ დედაკაცი თავისთავად გძნობა ამას ამობს ღვთისმეტყველება. მამაკაცი ეს არის გონიერება და გონებაა. და როცა ორივე ერთის და ისე ხდება ხოლმე რომ ხან დედაკაცი საოცარ შინაგანის სიბნეს ამჟღავნებს შემდგომში. მაღალ პასუხისმგებლობას ამჟღავნებს ამის მიმართ ის მართლა ბრძენი ხდება. კაციც ესეა, თუ ამ პასუხისმგებლობის გარდა მას შინაგანი გზნობაც აქვს, მას ყველაფერი ამას ხედავს ძალიან მაღალი მუსიკალური და პოეტურად ხდება და ეს კიდე გეხმარება შენთვის. თუ ეხლა მარტო გონება ხარ, ცივი გონება ხარ, მამაკაცი ლაპარაკობდა, შენ რაღაც არ გაღივლებს, აქ ისე ცრემლი არ წამოგხსნილია, გულში აქ ტკენია, არ გაგჩენია შინაგანი მობიერება არ აქვს. მაშინ არა კლესავით ახარ მართლა და ეს არაფერი არის, ცოტაა ძალიან ადამიანისათვის, ხო, ძალიან მშრალია, ძალიან არაქმედითია. ახლა მაცხოვარი ცრემლი დაუნახეს მოციქულმა თავზე, უყვარდა განსაკუთრებულად გამორჩეული მეგობარი ყავდა, ხო? ეს ოჯახი უყვარდა განსაკუთრებულად. ეს ყველაფერი მას მეტყველებში
ცოცხალი ადამიანი ხარ და ეს ორივე შენში უნდა იყოს. გრიგორი ღვთისმეტყველი გამახსენდა დედამისი ამბობს რომ ისო გარეგნულად ქალი იყო, მაგრამ შინაგანად კაცი იყო. აი ეს ამიტომ ამბობს, ძენი იყო ის ქალი ადამიანი და ამიტომაც ეს წარმატაკიდებაზე ბრძენულად ოჯახი და მისი ცხოვრება, მისი შვილისა თავისეც. პასუხი, ჩვენ როცა ვიბადებით მოვალეობით. მოდი ამ სიტყვას ვიხმარ ჯერ. ვიბადებით მოვალეობით. რა მოვალეობაა ეს? ეს ის არის, რაც შენ არ გიღვაწია და ეს გერგო. გერგო როგორც ვალად. ხლა მას 10 ტალანტს ეხმიანება სახარებისეულად, დაიბადა როგორც საქართველი. დაიბადა საქართველოში ამ ხელა კულტურის ქვეყანაში, გაქვს ეს კულტურა, გაქვს ეს დღევანდელობაში რომელიც დღეს არის, ეს უდიდესი საოცარი სივრცე. მე და ამ ხელა წილი ქართველობის სოფლიო ცივილიზაციის ამ შემოქმედების პროცესში, ხო? ეს უკვე შენი მოვალეობაა. ეხლა შენ უკვე როცა აგზელებ შენ ცხოვრებას, ამაზე პასუხობ, ეხლა უნდა გაამრავლო ყველაფერი ესა. ქართველი ხალხი უნდა გაამრავლო შენ ქართული გენეტიკა. თუ შენ თავში პატივს ცემ შენს პიროვნებას, შენში ნიჭიერება აღმოაჩინე და კარგი ადამიანი თუ საკუთარ თავს, ეს ხო გენეტიკურად გადაეცემა ოპერების სკოლის და მე რომ უნდა ანუ ყავდეს ოჯახი და შვილები უნდა გაამრავლო, ეს ესეა. შენ გამ ამ კულტურას თუ შენ არაფერი მაინც კულტურული დაუშვით ისე პირობითად ვლაპარაკობ სახივლოვნებო არაფერი გავს განსაკუთრებულად ვერ შეგიდა შექმნა მაშინ ამ ხედვანებას მას შეიყვარდა ცემდეს პატივს ამას აქტიურად მუშაობდე ამისთვის არ ვიცი შემღერაა ცეკვა მხარს უჭერდე ამას უცხო კი არ შემოქონდეს განსაკუთრებულად რომელიც გადაფარავს ამას და შენი გაწიო დაუშვა და დანერგო არა ისიც გათქმა უნდა ქართველობა სხვანაირად არ შეიძლება ჩვენ გზაჯვარედნენ ცხოვრ უამრავ კულტურულ რაღაცები მივიღეთ გადავამუშავეთ ქართულად გავამდიდ და ქართული კულტურა მას წარმოადგენს ზუსტად ამიტომ ყველაფერში ამაში შენი მოვალეობაა და შენ ვალი გაქვს ამისათვის და როცა შენ შემდგომში გარდაიცვლები აი ეს ნაწილი რაც შენ გერგო თუ ის გადახდილი ვალი გაქვს და რამდენიც გას გადახდა შეიძლება ყველაფერი მართლა ვერ გადაიხადო ის ლაპარაკო პირობითად მაგრამ აი ამ ვალის ამ ვალმოხდილი მიდიხარ მოდი თქვა და სოფლიდან ყველაფერი ამის წინაშე გადაიხადა რაღაცა ვალი იყო ხედარგე სახლი ააშენე შვილები ბიჭი ყავს აი ეს პირობითად ლაპარაკობ რაც ამ სოფელი ესე იგი შენ მიდიხარ და ამ ღვთის წინაშე ან ვალმოხდილით გეხარ ან დავალიანებულით გეხართ ამას ყველაფერი თუ აღარ გადაიხადე იქ მოგეთხოვება სხვანაირად არ შეიძლება ესე იყოს ეხლა ცხოვრებისეული ეხლა რაც შეეხება ზოგადად ეს ყველაფერი ვალი გადმოდის მე ცხოვრებაში ხო ეხლა ვალი ისეთია ვალს გადახვდა უნდა კიდევ სხვანაირად არ შეიძლება სხვანაირად მრავალი ვალ გადაუხდელი წავიდა და იქ მოეთხოვა მრავალი ვალ გადახდილი ვალ მოხდილი წავიდა ჩვენი წინაპართა გამი ამბობენ ეს კაცი ვალ მოხდილი წავიდაო ამბობენ ეს ამბობენ ადამიანზე ვინც თავის შრომით იღვაწა იშრომა და შემატა საქვეყნო შემატა უპირველეს ყოვლისა საქვეყნო შემატა ვინცაც რა მასშტაბი აქვს მოღვაწეობის ვიღაცა ოჯახი ვიღაცათვის სავენახე ოჯახია ვიღაცათვის სავენახე უფრო მეტია და წარმოადგენს რაღაც გარკვეულ სეგმენტს სახელმწიფო მსახურებისა ვიღაცა კი მთელი სამშობლოა ეს გულისავით არის პატრიარქები მომასხომას ზოგსო ესეთი პატარა გული აქვს თავის გარდა არავინ ეტევაო ზოგსო თავის მარტო ოჯახი ეტევაო ზოგი მთელ სოფლიოზე ლოცულობს და ფიქრობს ხო დარდობს და ტკივა აი ესე დიდი ფართო გული უნდა ქონდეს ქართველს ქრისტიანს ესეთი დასაბამი და მე მგონია რომ ქართველი როცა იშვა ესეთი გული დაყვა ესეთი კეთილი შინაგანი მოცულობდი იბერული კულტურაც ამაზეა მე მგონია თუ ცივილიზაციის ჩვენ ვიტყვით ის იბერული კულტურის ერთ-ერთი ცივილიზაციის მთავარ ნიშანი არის ის რომ ის ფიქრობს არა მარტო თავის რაღაც ქვეყანაზე არა აზროვნე მისი შინაგანი ეს ემოციური კულტურას და აზროვნებად ფილოსოფია აზროვნებაც მოიცავს მთელ სამყაროს ხო ჩვენი თუნდაც ანბანი კალენდარი გემატრიები ყველაფერი ამაზე ელაპარაკობს რომ ეს არის შეინახოს დიდი დედამიწის კულტურა შეინახე თავიდან ეს არის ადამიანის კურთხევის განხორციელების ერთ-ერთი ფორმაც რა უთხრობ რა შენია ეს ქვეყანა ჩაიბარე იმუშავე გაამრავლე და მიხედი ამას სავენახეს ეხლა რაც შეეხება ამ წუთის სოფლის ღვაწლს არაფერ ვალს ვერ გადაიხდით უღვაწლიანობას ეს ტვირთია რომელიც არ არის იოლის ატარებელი ეს არის გზაც არჩევანიც არის გზა რომელიც არის ვიწრო ძნელად სავალი ამ გზაზე ცოტანი დადიან კარიბჭე ავიწოდა ესაც უფევლში ადის ანუ ავიწროებ შენ ადამიანურ მიწიერ ცხოვრების ამ წუთის სოფლის გზას ავიწროებ გავიწროებ წუთის სოფელი იმიტომ რომ აირჩიე შენ სულიერი გზა ვიწრო ბილიკი ღვთისაკენ არის სხვანაირი გზა ჩვენ ხო ვიცით რა არა გაპასუხისგებლობა თავისუფალი ხარ ვითომ ამ პირობითად თავისუფლება დღევანდელი გაგებით ჭყალებში ეს ლიბერალური გაგება თავისუფლებისა არაფერზე პამოვიდოს არაფერზე პასუხს არ აგებ არაფერზე ვალდებული არ ხარ ეს რაღაც ველური რაღაც გაუგებარი თავისუფლება რომელიც აბსოლუტურად ჩიხურია და ისე
ქფიტავს ფუღუროდ გაქცევს, ფუტუროდ გაქცევს ადამიანს, არაფერი არ გევალება, არაფერს არ აკეთებს, ამიტომაც ეკლესიამ კარგად გაუსვა ხაზი პიროვნებასა და ინდივიდს შორის. პიროვნება ის, ვინც ირჩევს შეგნებულად გზას, რომელიც ქრისტეს გზა, რომელიც არის ვიწრო პასუხისმგებლობითი ღრმატვირთიანი გზა და ამაზე ყველაფერს პასუხს აგებ. თუნდაც შენ არაფერი დაგეშავებინოს, ხვდება რომ ჩემი ნაკლოვანი მოქმედებით, ნაკლოვანი მადლიანი მოქმედებებით არის გამოუწეული ის რაღაცა დანაკლისი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით თავისთავად სიბნელი არ არსებობს. სიბნელი არის სინათლის დეფიციტს ადგას. სიკეთე თუ აკლია სამე, იქ შემოდის მეშენობის პორუტება რა. ამიტომ ეს ინდივიდს არაფერი აინტერესებს. ინდივიდს უნდა გამოკვეთილად თვითონ იყოს, ისე იყოს როგორც უნდა და ეს ცხოვრება გადის უაზროდ და შემთავრდება ყველაფერი და ამით მთელი ცხოვრება ამათ ეს დიდი ტყუილი ლიბერალური აზროვნების ეშმაკის სატანის დიდი ტყუილი, რომელიც სრულ თავისუფლებას თავაზობს და ჩემი შინაგანი ცხოვრება, ჩემი მშობლებისა, ჩემი ბაბუაბები, ჩემი წინაპართა მთელი ეს ისტორია ყოფიერებისა ცხოვრებისა არის მოვალეობა და პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე და ქვეყნის წინაშე. ხლა მე მესხივა წარმოშობი და როცა ამბობ ხოლმე ქართველი ზარმაციაო გულის ტკივილი ვამბობს ხოლმე. ხლა წარმოვიდგენ რა ტერასებია გაკეთებული მესხებს, რა მიწისქვეშა ქალაქებია გაკეთებული მესხებს. მესხმა ხლა ისე ვამპალავო პირობიდან და ხო ჩემი კუთხის სიამაყით რომ იგივე როლი შეასრულებს საქართველოს ისტორიაში, რაც ბერძნებმა ევროპის ისტორიაში. ანუ ეს საოცარი შექმნას ეს თითოეულ სახელი მცხეთაც კი აქედან მოდის და მე აი ამ პასუხისმგებლობით ვდგები ღვთის წინაშე. როცა მოვდივარ, მე ამას ვიაზრებ. არ შეიძლება მე ამას დავაკლო. გარდა ამისა, ერთი რომ არა მარტო იმიტომ რომ არ დავაკლო და რაღაც, არამედ ჩემი შინაგანი სიყვარული ღვთისა, ყველაფერი ამის სიყვარული მაიძულებს მე შინაგანი რომ ეს გავაკეთო. ვიყო ესეთი, არ ვიყო ნაკლები მათზე, ხო? და ვიმუშაო და როდის გამოდის იცი ეს ყველაფერი, როდის იხდი შენ ვალს, როცა ის შენი მოვალეობით პასუხისმგებლობა და შენ გაკისრია, იმისთვის ცდილობ რომ ეს გააკეთო და ეს მე ცხოვრება მრავალი ტვირთისკენ გამყოფებს რა. 8 წლი არის ტვირთი და არ არის ძნელი სატარებელია, იოლის სატარებელი არის. ხანდახან მეც კი გამჭირვებია და აი მიკვნესია ამ ტვირთის ქვეშ. ახლა დგება აი მომენტს ვამბობ ხოლმე რომ ბრძოლის წინა ხაზზე როცა ხარ და ხედავ რომ იქ ნახევარი დაიღუპა და ნახევარი დავშვით პირობითად გაგეცალა და წავიდა, ფიქრობ მარტო შენთვის არის, მარტო შენ გინდა ეს. შენ სხვისთვის ეს სამშობლო არ არის და აი დგეხარ აქ ახლა ტვირთს შენ ტვირთულობ ამას. თუ გადაიგდებ ამ ტვირთს და გაიქცევი და წახვალ და გადაიჭე სიცოცხლეს, არა დგეხარ იქ და გაგონდება ის რომ ჯობია მოკვდე მართლა ვიდრე წახვიდე და ეცხოვრებით იცხოვრო. აი ეს არის ღირსების საკითხი, ტვირთი. ეხლა ძალიან მიყვარს სახრებიდან მათეს თავიდან მე-11-27 ესეთი ყოველი მომენტსა მე მამისა ჩემისა მიერ არავინ იცის მამაი გარნა ძემან და არცა ძეი გარნა მამამ და რომელსაც უნდა ძესა გამოცხადების. მოვედით ჩემ და მაშვაი და ზიმენ და მე განგისვენო თქვენ. აღიღეთ უღელი ჩემ და ისწავებ ჩემ 7 ვარ დავა გულიდან. პოდ განსვენებაი სულთა თქვენ და რამე უღელი ჩემი ტკბილი არის და ტვირთი ჩემი სუბუკარს. სუ ეს უნდა გვახსოვდეს რომ არ არსებობს უფრო სუბუკ უღელები და ქრისტესია. ხო, შენ ხო მარტო არ შენ ხო ქართველი ხარ, შენ მთელი 2000 წლიანი ქრისტიანული ისტორია გაქვს. ხრებზე დგეხა, შენ ხო მარტო არ ახარ ამ ემაზის, მთელი ზეცა შენ დაყურებს ზევიდან და მარტო თბილისში ვარ და 100,000 მოწამე ეყოფა მთელი ეკლესია, ერთი დიდი ეკლესია როში მოწამე და ეკლესია რო შეიქმნა და რამდენი კიდე 100,000 იყო ჩვენა რა. ამიტომ აი ამ ღირსებით უნდა იდგე ბრძოლის ვერზე, შრომის ვერზე, ოჯახის სამსახურში, სადაც რა სამსახურიც არ უნდა იყო. ელემენტარულად აი მომიტევოს მე უფალმა ხანდახან ისეთი უტრებო თემად ვამბობ ხოლმე რომ ეხლა ჩვენთან ქუჩას ერთი ტოვილი ქალბატონი გვიზდა ასუფთავებს, გარეთ ქუჩას, სახლის ქუჩას. ხა თქვენ წარმოგიდგენიათ დღევანდელი ქართველები, ვისაც რა მორჩება პანჯიდარო ისრის გადმოაგდებს დაბარაყრია ყველაფერი. აი მეზოვია. არ გამოტოვებს არც ერთ დაგდებულ ქაღალდს, რომ ნახავთ დადგება მუხლებზე და შევა ქვით და ამოიღებს ამას. ჩემთვის ის არის აი 8 წლის შრომის საოცარი სახე. ადამიანს. ხო ესე არ მისთვის ეს არ არის მარტო გამოუსვიან არ გამოუსვია მომცეს ხელფასი არ მისთვის ეს ღვთის სამსახურის ფორმაში გადავიდა. როცა პავლე მოციქულია რასაც არ უნდა აკეთებდე ღვთის სადედებად აკეთებდეთ. ხედავ როგორ საოცარ რაღაც ამბობს. რასაც არ უნდა აკეთებდე საღვთო საქმეა მაშინ თუ მას აკეთებ თელი შენი მოცულობითი შინაგანი ფორმით, მაღალი პასუხისმგებლობით და ღირსებით.
ხო რაც შეეხება ამ ტვირთს რომელიც ადამიანმა მიიღო შეიძლება რომ თქვათ რომ მძიმე ტვირთი როცა რომ მაგალითად რაღაცა ზოგს მაგალითად აქვს ვიღაცის გარდაცვალება ზოგს აქვს რომ იჩაგრება რა ფიზიკურად ამ ქვეყნად ეხა ყველა ადამიანი იჩაგრება ეხა იმიტომ რომ თავისი ხედვიდან გამომდინარე და აქ თუ ვერ დაიჩაგრე შენ გამორიცხულია რომ რაღაცაით მე არ მინახავს ადამიანი ვისაც გონია რომ არ იჩაგრება ამ ქვეყნად ეგ ყველაზე შეიძლება მეტად იჩაგრებოდეს. თუ შეიძლება მამა, ამასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ეს ტვირთი როგორ უნდა დავძლოთ, იმიტომ რომ გარდაუვალია მამა, ხა როგორ შეიძლება შენ უმტკივნეულოდ იცხოვრო, როცა ამდენი ადამიანი შენ სირგულში შეიძლება კვდებოდეს. როგორ შეიძლება შენ უმტკივნეულოდ იცხოვრო, როცა ამდენი ადამიანი შეიძლება უჭირდეს და ასე, როცა საქართველოში ცხოვრობ. როცა მაგალითად ზეცისკენ მიდიხარ, როგორ შეიძლება რომ ჩვენ ხო ღმერთთან შესახვედრად გავშვიდეთ. შეიძლება რომ ამას ხელს ვინმე არ უშლიდეს და არ გაწვალებდეს. რა თქმა უნდა გაწვალდები შენ. თუ შეიძლება ეს მძიმე ტვირთი თუ შენ ქრისტეს გზაზე დადიხარ, ყველა აუცილებლად იქნება ეს შემთხვევები. არ არსებობს ვენამ ვერ გაივლეს ქრისტეს გზას სიამოვნებებით და გართობებით და ასე შემდეგ. თუ შენ შედეგები ქრისტეს ბილინზე ყოველთვის იქნება ეს. რადგან შედეგი ამ ქრისტეს ბილინზე შენ ცხოვრებას ეს ფილოსოფიით უნდა გაიაზრო, რომ ძალიან მძიმე გზაზე შედეგი ძალიან ღირსეულ გზაზე შედეგი და ამ გზაზე იქნება ტკივილი, ოფლის ღვრა, ცრემლი, სისხლი ხანდახან და ჩვენმა წინაპრებმა ეს გზა გამოიარეს ქართლმა საქართველოს როგორც ერთად აღებულმა ეთნოსმა ეს გზა გამოიარეს რა მე იცით როგორ არის უნდა მივიღოთ ღირსებით უპირველეს ყოვლისა მე ეს გამახსენდება ხოლმე როცა ეს მტკივნეულობა ცხოვრება ტანჯვა და ადამიანის წვალებისთვის გააჩინა ღმერთმა ხევის ბერი ეუნება უნისეს ხო და ხო თორსა სხვისი ხალიზე თვალი დაადგამს და ესეა ცხოვრება აუცილებლად ესეა ჩემოსაყვალ ნუ ამ ტვირთის ნუ გეშინია იმიტომ რომ თუ ჩვენ ამ ტვირთს მივიღეთ და სიმშვიდით მივიღეთ და ქრისტეს სიყვარულის მივიღეთ გავიაზრეთ ჩვენ წინაპართა გვერდში დგომა ჩვენა წმინდანების გვერდში დგომას იმ წუთში ფრთებს შეისხავს ეს ტვირთი და იქნება ძალიან ღირსეული არ ვიცი რომ არ გეტკინება ხანდახან შეიძლება ეძახი შეიძლება აუცილებლად დადგეს კიდევაც ეს ეშმაკის მომენტი რომ რა არის ახლა ესა შენ სხვა ადამიანი ხარ რაღაცა არა და თუ გაიმარჯვებთ ამ აზრზე თუ გაიმარჯვებთ ამ აზრზე მაშინ ხდები უკვე ქრისტეს ჭეშმარიტი მხედარი ქრისტეს მიმდევარი და არ უნდა თქვა ტვირთზე უარი არ შეიძლება ღირსად თუ უფალმა შენზე მოავლინა და მოიწია და მოგცა პატივ ღირსების ატარებდი მის უღელს მის ტვირთს ატარებდე ხო ამოსულ ტკბილია და მსუბუქია მაშინ ღირსებით უნდა მიიღო და მადლობელი იყავი მისათვის რომ არინ ფუტუროს ხესავით და უნაყოფ ხესავით რომელიც არაფერი გაუკეთებია და მხოლოდ ლამაზლებს მიწისე და ტოტები და ყვავილები არამედ შენ გერგო წერში მოიხარე არა უშავს სამაგიოთ ქრისტეს უველი გედგა და ესე გაიარიეს გზა არ უნდა შევიმსუბუქოთ ეხლა ცხოვრებაში მაგალითად ყავს არ ვიცი 5-6 შვილი ახლა ხო და მე ამბობს რომ საკმარისია ახლა ხო მე ჩემი როლი შევასრულე ახლა არა თუ იქამდე გააქვს შენ ტვირთი მაცხოვრისა მოცემული რამდენი შვილიერება შეგეძლია შენ არ უნდა თქვა უარი იმიტომ რომ 8 წლით ხონდება ადამიანი და არა ქრისტიანობაში არ არსებობს სიტყვა გართობა ხო ქრისტიანობა სიტყვა დასვენება ერთი მდგომარეობიდან ფიზიკურ გართობა და გადადიხარ მეორე მდგომარეობაში ინტელექტუალური შრომიდან ფიზიკურ შრომიდან უნდა ეგ მონასტერში კარგად არის ორგანიზებული ლოცვაში გადადიხარ ანუ აი ეს დრო გართობის არის პუჭა დაღრული დრო და ერთხელ ერთ მამას კითხეს რა ცოდით უფრო ხდებიანო მამას ეკითხება და ადამიანები ჯოჯოხეთშიო და ვინც დროს გაფლანგა და იმიტომ ყველაფრის დაბრუნება შეიძლება უკან მაგრამ დრო ჩაიარა დამთავრდა იმას მიყარ ვეღარ დააბრუნებ და ამიტომ ეს დრო უნდა გამოიყენო ძალიან მტკიცედ და ღირსეულად ჩვენ თავარი რა არის და დღევანდელი საზოგადოება დღევანდელი ახალგაზრდობა როგორ უყურებს ამ ტვირთს როგორ უყურებს ამ ღირსებას როგორ უყურებს ცხოვრება ზოგადად ჩვენ თუ ცხოვრება თქვენ წარმოვიდგინოთ რომ ერთ ცოტა მოკლეა ცხოვრება და მე უნდა პირობდად გავერთო სიამოვნებები ნახო და მაშინ სხვა ფილოსოფია რომელიც ქრისტეს აბსოლუტურად არ თანხმდება ქრისტესთან და ახლა სულ ვკითხულობ ბანერებს ქრისტესთან არა მარტო ადამიანურობასთან ხო გამოიყენე შენი დრო შენთვის არა და ქრისტე გეუბნება კაცო ურთიერთსიმძიმე იტვირთა და ესე აღარ ჯური ქრისტე ეს ეგოიზმი შემოვიდა ძალიან აი ისეთი აცდენა ეგოიზმსა და ქრისტიანობას შორის არ ვიცი როგორ წარმოქმნა ქრისტიანს თუ მას არ შეუძლია სხვისთვის დრო დათმოს სხვისთვის ძალიან დალისხმება გამოიყენოს მაშინ ეს ქრისტიანი აბსოლუტურად არ არის ქრისტიანი ჯერ რა ერთ სიტყვით ერთი მამახსნის ქრისტიანობა არის ერთ სიტყვით ვთქვა ეს არის თავგანწირვა
ქრისტიანობა არის ცხოვრება სხვისთვის და არა შენთვის და დღეს ეს ლიბერალური საზოგადოება და ფილოსოფია დღევანდელი მათი პირიქით გეუბნება შენ ცხოვრება ფილოსოფია შენთვის გამოიყვანე შენია ყველაფერი ასე ამიტომაც ადამიანები დღეს ერთმანეთს მიმართ რატო მოდი ვთქვათ დამძიმდა ეს ცხოვრება იმიტომ რომ ეგოიზმი შევიდა ადამიანებში გაუცხოდნენ ერთმანეთსაგან და მისი ტვირთი ამისთვის აღარაფერს აღარ ნიშნავს მისი ტკივილი ამისთვის აღარაფერს აღარ ნიშნავს გვერდივგერ ცხოვრობენ ერთად გელი გახდა ადამიანი ხო იმიტომ რომ მომხმარებელი გახდა და ეს მძაფრდება და მძაფრდება ხო რა თქმა უნდა მომხმარებელი გახდა ადამიანი იმაც როცა ედემის ბაღში მოხმარება მოინდომა იმ რაზის უფლებაც არ ქონდა მას მერე ძალიან ღვევა მიდის და ამ ღვევის ფილოსოფია დღეს აი მედროში არის ლიბერალური აზროვნება ლიბერალური ფილოსოფია ცხოვრებისა ეს შესთავაზეს დღევანდელ ჩვენ ადამიანებს და იცით აი თავის კეთილდღეობის გარდა არაფერი აინტერესებს აბსოლუტურად არ აინტერესებს გარდა როგორ გეტკინება შენ აქვე ქვეყნის ტკივილი ჩემო კარგო თუ შენ მეზობლის და მეგობრის და ძმის ტკივილი არ ტკივა როგორ ამოს ხო სახარება თუ შენ გიყვარს ღმერთი ჯერ ძმა უნდა გიყვარდე და შენ ძმა არ გიყვარს ღმერთს ვერ შეიყვარე იმიტომ ის გვერდში ძმა შენ გვერდში დგას მუდმივად არ არსებობს სიყვარული ღვთისა მოყვას სიყვარულის გარეშე და თუ შენ მოყვას გიყვარს რეალურად შინაგანად მაშინ შედაბამისად ცდილობ რომ მას შეუმსუბუქო ყოფიერება და მე დგება დრო შენ გიჭირს შენ წაიმუხლე შენ და შის გეხმარება შენ და აი ამ ურთიერთშეწევნაში ცხოვრება იოლდება და როცა გონია რომ შენ ახლა სხვისი ტვირთით შენ რამე შეიმსუბუქ როცა იმას არ მიაქცევ ყურადღებას და არ აიღებ მისწერ გაინაწილებ შენ შეიმსუბუქე არ შეიმსუბუქე დადგება დრო შენ წაიფორთხილებ და მე შეძგოჩი აღარავინ აღმოჩნდება ურთიერთთა სიმძიმე უნდა გადანაწილდეს ესეა სწორედ როგორც ერთ წეტეში რო აწובה სიმძიმე ის შეიძლება გატეხოს რაღაც მაგრამ თუ ის გადანაწილებული ერთი წონა ის სუბუქა და აღასრულეთ ჯული ქრისტეს ამაზე მარტივად ამაზე კარგად რა შეიძლება ამაზე მარტივ მისაღწევი რა არის კაცო ტკივილის მეტი და გაჭირების მეტი რა არის ჩვენს გარშე უფრო გეუბნება არაფერი გჭირდება ამისათვის შენ მიდი ფული არა გაქვს მატერიალურ სახს არის სიტყვი დაეხმარე გვეჭი და გაუღიმე მიესალმე ხელი რა აი სურვილი ხო ეს სურვილი შეიწირება ხო და აი და ადამიანი ახლა დღეს გადაიგდოს უღერის სხვისი დახმარებისა სხვისი ხელშეწევნისა და აღარ უნდა ეს ღვაწლია იყოს ადამიანს საკუთარ თავზე და თვითონ ჩაიგდებს ადამიანის საზოგადოება სადაც ეს პროცესი აღარ იქნება თვითონ იქნება ძალიან მდგომარეობაში ყველაფერი ექნება მოდი თქვა პირობა და მატერიალური მაგრამ სიხარული აღარ ექნება იმიტომ არ არსებობს ადამიანი საზოგადოებრივი არსება როცა შეიქმნა ამიტომ შეიქმნა საზოგადოებისთვის უნდა ჩამოყალიბდეს ამაში პოვეს ბედნიერებას ხა ერთია ოჯახის საზოგადოება მიკროსაზოგადოება მერეა შენი ერი ხო ტკივა ხა რა ომები მიდი ჩვენს გარშემო იქი და აკედა ტკივა ეს ობიექტურად ტკივა განვიცდი ისე როგორც ადამიანი როგორც ქრისტიანი კაცი როგორც კათოლიკე გამიცდი შეიძლება მე არ მეხება მაგრამ ეს ხო ჩვენი ტკივილია უნდა გეხებოდეს თუ შენ ეს ატკივნოთ არ გეხება მაშინ შენ არ ძალიან აი გედებიძახი ხარ ინდივიდი რომელიც საკუთარ თავს არაფერს პასუხისგება არ იღებ იქ ხდება აქ ხო არ ხდება არ ჩემთან ხო არ ხდება და რაღაც ბეთაშუდები და ატროს ყველა ესეთი მე რა ძალიან ძნელი ესეც რამე ცუდი უსურო ეგონა ისურო მაგრამ ვერ იქნება ბედნიერი და ცხოვრება ისე გაეპარვა ხელიდან მე მოვა ეს ყველაფერი რაღაც უცებ გაგეხილება და ნახავ რომ ყველაფერი ფუჭად ჩავლილია და ვერაფერი ვერ გააკეთება იგი აუცილებლად არ აიცილოთ ღვაწლი რა ღვაწლიც არ უნდა იყოს ოჯახის შექმნის ოჯახის პატრონობის მრავალშვილიანობის სიღარიბის ავანტყოფობის მძიმე სამსახურის ეხლა მეუღლებს მეუბნები რომ ხა ჩვენ ღვთლებს არანორმალებული სამუშაო საათი გვაქვს ხო დილით 6 საათზე რო ადგებ ხანახან რამის 20 საათი გადის სახში შევდივარ ხოლმე და ხა მე თქმა უნდა მეუღლეს არ არის ასე ამონოს შენი მეუღლე ყოველ სახში არ არის მაგრამ ეს უკვე მისი მეუღლის ანუ ღვთლის მეუღლის ფობოდის ღვაწლია მისთვის როცა ამ ღვაწლში შედიხარ ესეც შენ უნდა და გვერდში დაუდე დაღლი მეუღლეს რომ მოვა ესე ხა ესეთია ჩვენთან მაგალითად თავდაცვის ძალებში ბევრი ქალი მუშაობს ხა როგორია ხა ქალს რომელსაც სამსახურშია და 8 საათი კი არის სამსახურში მაგრამ დაამატეთ 2 საათი სახში სამსახურში მიდის ამ თბილისის საცობებში და 2 საათი მე სახში ბრუნდება დაღლი ქალი მაგ სახში თუ მეუღლე არ ეხმარება ამ საოჯახო საქმეებში არა მაშინ ეს ძალიან არ იქნება სწორი და არასწორი იქნება თუ შვილები არ ეხმარებიან დედას და ყველაფერი თავდაყირა ხდება დედას ოჯახში ის ქალი ადრე თუ გიან გატყდება
გატყდება და გაუცივდება გული და მე არაფერია ისეთი აი ძალიან ტრაგიკული სანახავი დაღლი დაკანწული ქალი ცხოვრებისაგან ხრებ ჩამოყრილი და ასე შემდეგ ხო ასევე კაციც ეხლა ხო ხანდახან ისეა რომ მუშაობს კაცია 8 საათი 10 საათი მუშაობს და ხელფასია რა ვიცი 600-700 ლარია დღეს და არ ყოფნის ოჯახს რაღაცები და ეს ქალი მუდმივად ესეთი პენამოტულად საყედურების სახით ავსებს ამას მე ვთვლი რომ კაცი რომელიც 8 საათი მუშაობს მანმა შეძლოს ოჯახის რჩენა და თუ ამას ვინმე არ უზრუნველყოფს მისი დამქირებლის სახით ის არის დამნაშავე ის არ იქცევა სწორედ და მან უნდა გაიაზროს კარგად რომ კაც 8 საათი ამუშავებს და იმდე სახსას არ აძლევს ოჯახი შეინახოს ადრე როგორ იყო ჩემი შოულების თავობაში ერთი კაცი მუშაობდა ოჯახში დედა ოჯახში ოჯახი და დანარჩენი მამა გარეთ მუშაობდა და ოჯახი ასე თუ ისე ვინიდან ამას ხო ეხლა ერთიც მუშაობს მეორეც მუშაობს სტუდენტებიც მუშაობენ სახში და მაინც არ არის საშუალება ეს მაგრამ ეხლა ჩვენ რო აი წარმოვიდგინოთ ეხლა ორი შვილი ოჯახში სტუდენტები მუშაობენ დედა მუშაობს მამა მუშაობს ყველაფერი ხო რთულია ეს ერთად ხო უნდა გააკეთონ ეს საქმე აი ურთიერთსიმძიმის ტვირთვა ბავშვებმა თავის საქმე უნდა იტვირთონ დედას ხარჯი დაუდგენ რაღაცა ის რთული საქმეები მოიტანონ და გააკეთონ ყველას უნდა ქონდეს თავის დავალება და აი ესეთი ოჯახში სიყვარულით შეკრული ოჯახი რომელიც ერთმანეთს ტვირთს ინაწილებს უმსუბუქებს ოჯახებს ამ მძიმე ყოფიერებაში ყოფნას არ შეიმსუბუქოთ ტვირთი იმიტომ რომ ის ტვირთი რომელიც თქვენ უფალმა მოგცათ ის თქვენი ღირსები, თქვენი სულიერი ცხონები, თქვენი გადარჩენის საწინდარია. თუ თქვენ ამ ტვირთს არ მიიღებთ, რა ტვირთიც არ უნდა იყოს, დიდები და მადლიერებით, მაშინ დამიჯერეთ თქვენი ვალი ვერ შეასრულეთ ღვთის წინაშე, შენ გადაიგდეთ ის ტვირთი, შეიმსუბუქეთ თვითონ ამ წუთის სოფლისა, მაგრამ დაიმძიმეთ იმ არადული ცხოვრების საგზლად. ამიტომ ღმერთმა დალოცოს ყველა ვინც ღირსება ტვირთს ატარებენ ჩემს არ შეგეშინდეთ არც ტკივილის, არც ამონტყოფობის, არც სიღარების, არც არ ვიცი 1000 პრობლემები ჩვენს გარშემო ყველაფერი დროებითია. ეს სოფელი მიძლევია. ხო, უფალი ამობს, მიძლევია მე მსოფელს. ანუ შეიძლება რომ ღვთის წყალობით აი ეს ტკივილები დაძლეული იქნას, გადაგორდება ეს წამიერი ცხოვრება და მეწყება მარადიული ცხოვრების საკითხი და ნუ მივეჯაჭვებით ამ ცხოვრებას. ნუც ჩვენ ნუც ტკივილი, ნუც რაღაცა სიმდიდრე და სიხარული გადაფარავთ ჩვენს გვახსოვდეს წუთის სოფლის მოკლება და გვახსოვდეს სიკვდილი. გვახსოვდეს სიკვდილი ნიშნავს კი არ გვეშინოდეს მისი, არამედ პირიქით დროს გავუფრთხილდეთ, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთეები გავაკეთოთ, მეტად დავეხმაროთ ერთმანეთს. ეხლა უყურებდა რამდენი ადამიანი ჩემს გარშემო აღარ არის ხო წავიდა და რამდენთან შემეძლო რომ გამეკეთებინა უფრო მეტად რომ დამეხარჯა ჩემი მშობლები იყვნენ ჩემი ნაცნობები იყვნენ მეგობრები ახლობლები აი იმ ფაცაფუჩი ვითომ რომ ახლა ის არის საქმე გასაკეთებელის გამახსნა ლევიტელი ყუდელი დაინახავს იქ დაჭრის და გაივლის კაცო სადღაც სალია იქ მიდის სადღაც მიდის იქ საქმე წირვა რაღაცა ჩასატარებელი და აი ეს ამ დრომ ეს ფაცაფუჩი გამოგეც ალბათ ის იყო მთავარი ის ადამიანი იყო მთავარი, ის იყო ჩემი უფალმა, ის ტვირთი იყო იმ წუთში, ვითომ მაგრამ ვერ გავიგე და შემიმსუბუქე ტვირთი და ვითომ რაღაც უფრო მნიშვნელოვან საქმეზე გადავედი და ეხა ყველაფერი ეს ასაში რომ შედიან, ყველაფერი ჩემ მიდებს აი ეს თვალწინ და ტკივა რომ როგორ მოუტყუდი მაშინ, როგორ ადამიანი გამომჭა ამ ყველაფერი ფაცაფუციდან. თავარი ადამიანია, ყველაფერი მისთვის შეიქმნა და ჩვენც ერთმანეთთან აი ესე მაღალი მოწოდებით რომ ხატება და მსგავსება ღვთისავად და გვირგვინი მისი შემოქმედებისა უნდა ესე უყურებდეთ თორე როგორც ყველაფერს ორი მედალი აქვს ადამიანს როგორ ეგონე მაცხოვარი ხო მიეცი კეისას და ხო ღმერთს ღვთისა ხო ანუ ადამიანმა მიაგო ხო ეს ადამიანია ცოდვილია პირობითად რაღაც მაგრამ ხო არ მეორე მხარე მის მედლისა როცა არის ხატება და მსგავსება ღვთისა აი შენ ქრისტიანი ვადებული ხარ ესე შეხედო ხო ეხლა ვიღაცა უყურებს რომ ის არ არის მაგალითად მუსულმანი არ არის რაღაც მართლმადიდებელი ასე უყურებს ამას ეს არ არის სწორი ეს ადამიანურად თორე ეგრე ეხლა ღმერთი რომ მარტო სამართლიანი იყოს ასე ჩვენ ცოცხლებიც აღარ მიყვოთ მეტი მოსიყვარულია და მოწყალე მამაა ჩვენც აი და დამთმობი აბა რა თქმა უნდა და იყავით თქვენ სრული ვისა მამა თქვენი სრული არს რამხელა მოწოდებით მოგიწოდა ქრისტიანს ხო მამასავით სრული უნდა იყო და წმინდა უნდა იყო რომ და ასე როგორ იქნება როცა შენ ის იმდეს იზრუნებ ადამიანზე როგორც მაცხოვარმა იზრუნა ხო ღმერთი განკაცდა მოვიდა რა პირობებში გაატარა მთელი ცხოვრება და იზრუნა ისთვის რომ დაგიტოვა გზა ცხონებისა მოგცა ღვაწლი გითხრა რომ შენ ეს ტვირთი არ თქვა ამ ტვირთზე და ამ ჯვარზე უარი მოდი შეები ამ ტვირთს და მე ვიქნები შენ გვერდშით 99% მიაგვიწევ მე შეგეშველები შენ ერთი თქვი რომ აი იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ეხა რომ ყველაფერი ღმერთს მიანდო და თქვა რომ ღმერთი ესე არ არის შენ უნდა შეება ამ ტვირთს და შენ უნდა აიღო ეს ტვირთი და მე გეხმარება ღმერთიც
რა თქმა უნდა უმეტესი საკეთებს, რა თქმა უნდა ყველაფერი საკეთებს, მაგრამ შენ გეხმარი იმამდე ნახოს შენ ხო შენ ორივე სინერგია თუ არ შედგა მარტო ერთი მხრიდან შენი გაკეთებული არ გამოვა, მაგრამ უფალიც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ შენ გასაკეთებს არ გააკეთებს არც შემთხვევაში. მაშინ შენ პირველ სახეს ხედავდეს. ხა მოხდა დახმარება რას ნიშნავს? შენ რო აკეთებ და მე გეხმარები. თუ შენ არ აკეთებ არაფერს როგორ დაგეხმარი, დახმარება არც გამოვა, შენი გაკეთებული გამოვა ეს ყველაფერი. აი ესე არ უნდა მე მგონი მარტივად უნდა შევხვდე. ის უკვე სასწაულია თუ იმაგარი. ხო ხა ბატონო მაგასაც არ უამრავი ჩემ ცხოვრებაში ყოფილა შენ ცხოვრებაში უამრავი მაგალითი რომ თითქოს ყველაფერი გადაიწურა ადამიანური და აღარაფერი აღარ და ამ დროს ხან სიტყვა, ხან წაკითხული, ხან გაგონილი, ხან უკვე დახვედრილი, გამზადებული ყველაფერი. ხო და ხან შეგწხვენია და ხან ის თუ ვიღაცა გამოგზავნია მამაო, ხომ ერთს აი მართლა ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი ეგ მინდა რომ თქვა რომ ადამიანებმა იმედი რატო არ დავკარგოთ, რომ აი მართლა გადაწურული რო ყოფილა ყველაფერი და რომ გონებია რაღაცა, რომ ერთ პატრიარქის ქადაგებდა თქო რომ გითხარით მამაო, რომ გიორგობა დღეს რომ ნუ გეშინიაო, აი წმინდა გიორგიო ისეთ გასაჭიში რო იყო, გამოეცხადაო ზეციდან ხმაო და უთხრაო რომ გიორგიო, ნუ გეშინია მე შენთანა ვარო, აი როგორი არის რომ აი უფალი აი მართლა აი მინდა რომ ყველას გითხრათ, აი ჯარისკაცებს, პატიმრებს მინდა განსაკუთრებით უცხოეთში მყოფ ქართველებს, აი ყველა იმ ადამიანს, ვინც თვითონ ქართველი უკვე გასაჭიში არის ხოლმე, იმიტომ რომ აი ამ ბრენდს რაღაცნაირად ეშმაკის ხვანაერთი იბძვის რა საქართველოში დაბადებულ ადამიანს ხო უკვე რაღაცა ბრენდი ხარ რომელსაც ებძვის აუცილებლად რაღაც ეს დემონი და აი ეს უნდა გადალახო რა იმიტომ რომ მართლა ნუგეშინია იმიტომ რომ უფალი ჩვენთან არის და აი ვისთვის გაუჭიროებია უბრალოდ მოდი ჩვენ გადავხედოთ და ვნახოთ და აუცილებლად ყოველთვის დაგვიდგება ხოლმე თუ შეიძლება მამა აი თუ არის რომ პიროვნება თვითონ იქმნის ხოლმე ტვირთს, აი თვითონ შარში ვარდება, ეშლება ხოლმე რაღაცეები, რაღაც პრობლემების და გამო, ხო, რაღაცა იმაში არის, გასაჭიში ვარდება ხოლმე. აი ამ შემთხვევაში მამაო, როგორ უნდა იტვირთოს ეს და რა უნდა გამოიტანოს აქედან აი ამ ყველაფრიდან, მამაო. ხან ხო არის რომ აი შენ არაფერი არ გიჭირს, მაგრამ გახდი უცბად რაღაცა ისა რა ქვია, მსმელი ან რაღაცა ან ესეთი ან ისეთი, ხო სიტყვაზე. მე უპირველეს ყოვლისა როცა შველაპარაკო 8 წელზე ეს არ ნიშნავს იმას რომ მე რაღაც ხელოვნურად რაღაცა ვეძებო და ჩემ თავზე რაღაცა თვითნებურად ამიტომ არსებობს ეკლესიის მოძღვრები, რომლებიც შენ სულიერ ცხოვრებას წარმართებენ, მათი სულიერ ზედამხედველობას ქვეშ მიდიოდეს ნებისმიერ სულიერ პროცესი და ზედმეტი აღება არც სულიერი ვარგა და არც არაფერი სხვა არც ამუშავ ვარგა. ეხლა თქვენ გახსოვთ ალბათ როცა როგორია იცით ეშმაკი ერთი ამ შემთხვევა რომ აი ასეთი სიტყვა არის შრომის ტანჯვის ტრუდაგორიკები რო ქვიათ ეხლა და დილას აღუნა მუშაობენ ფიზიკური სამუშაოდ არაფრის დრო არ აქვს და შრომობენ და ამით იმათლები საკუთარ თავს მე ვშრობობ არა ის სწორი შრომა არ არის მთავარი ავიც ადამიანის მოწოდება სულიერ შრომა რა თქმა უნდა თავისთავად შრომაა მაგრამ თუ მე დილას აღამდე 24 საათი მუშაობ და ვაგროვებ მატერიალურ რაღაც საფასეს ამით ემი ცხოვრება მართლა შეიძლება წავედეს სულიერსაც ვერ მივაგნო და ვერ ვიმუშაო აბსოლუტურად სულიერსაც კიდევ ყველაფერს კონტროლი ჭირდება და ზომა და ზომიერება ჭირდება. არ შეიძლება 16 საათი და 24 საათი მუშაობდე, იმიტომ რომ ეგ გამოგაცვლის, იდეას წაგართმე საერთოდ. რისთვის მუშაობ, მაშინ საერთოდ თუ შენ ამ სიხარულს შემდგომ შენთან თანამყოფობისა თუ შენი ამ მატერიალს არ უნაწილებს სხვას და ერთობაში არ ხან ურთიერთობაში სხვა ადამიანებთან, შენ ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და ასე შემდეგ. აი როცა აი დღეს ესეთი რაღაცა რომ დღეს თავარი რაღაც წარმატების და წარმატებულობის ნიშანი არის ადამიანი ვინც მატრო კეთილდღეობა შეიძენს ასე ვთქვათ ვინც ფულს შეულობს ხო არასდროს არ იყო ქართულის ეს მახასიათებელი პირიქით ყოველთვის ამას ირონიით უყურებდით ხოლმე და ასე ვთქვათ სპეცსაც შეიცვალა ხო რა მოიწა აი ესეც ამ ლიბერალური იდეოლოგიის თემა ესე იგი დაპყრობითი მონობიდან ძლავრობით მონობიდან ბუნებით მონობაში გადაიყვანეს ადამიანი აბსოლუტურად ადამიანი თვითონ აკეთებს ამას ღამეების თენება კომპიუტერთან ჯდომა სამსახურები ესეთი გახდა ეხლა რომ შენ გარეთ გასვლაც კი არ გინდა მარემოვა ეს პროფესიები ძირითადად კომპიუტერით მუშაობ და რაც მეც მუშაობ მეტ ფულს გაძლევენ გამოიმუშავებ ასე თქვა პირობითად მაგრამ მე ვიცი ეს ჩემი მრევლში რომ ნაწილი აქედან ახალგაზრდებისგან განსაკუთრებულად გადაერთვენ ამ ტიპის სამუშაოებზე როცა კომპიუტერთან მუშაობა მაგალითად ამერიკაში მუშაობენ ინდოეთში მუშაობენ აი ეკლესიას ელემენტარულად ჩამოსიდნენ იმიტომ რომ ღამე ფხიზლობენ და მუშაობენ მე დღე ძინავთ და აი ეს წარმოუდგენ აი გახსოვთ ალბათ როცა ბიბლიიდან როცა
ფარაონს როცა უთხრეს რომ ჩვენ გავთ ვილოცებთო, ამაგადა დრო ქონიათო, ესე დაუმატეთ სამუშაო კიდეო, წავალთ ვილოცებთო, კიდე დრო ქონიათო. ანუ ეშმაკი გიმატებ და დაგიმატებ სამუშაოს. ოღონდ თავარია ეკლესიაში არ მიხვიდე და სულიერი პროცესში არ ჩაერთო. ყველა დრო შეგივს. ყველა წარმატებას მოგცემ, სამსახურებში დაგაწინაურებენ რა, ყველაფერს გაგიკეთებს. ოღონდ თავარია იქ ეკლესიაში არ შეხვიდე და შენი სული გადაჭენის საკითხი არ დაიწყო შრომა და როგორც კი შენ ამას დაიწყებ, იმ წუთში ჩდება მე პრობლემები რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ იმ წუთში დაიწყება ბრძოლები, დაიწყება გარედან ბრძოლები, შინაგანი ბრძოლები იწყება და ადამიანმა ესეც უნდა მიხვდეს, თუ ის ეკლესიის წევრია და მას მოძღვარი ყავს, აუცილებლად გაარტყეს ის, რომ ეს არის სულიერი პროცესი, ბრძოლის პროცესი და ესეც უნდა იტვირთ, ესეც უნდა მიიღო. ამაზე უარი არ უნდა თქვა. ჩვენ იცი რამდენს ვთქვა ჩემთვის, რომ მამა აი როგორც კი დავიწყე ლოცვა თქვენ რომ მომეცით კანონი ფსალმუნებისა, ის დამემართა, ის მოხდა. მე ვუხსნი მე რომ ახლა ერთი ფსალმუის წაკითხვა დღეში ან ინდოდოს არავის თუნდაც ერთი კანონი იყოს და მე დასაწყისში ხო თავისთავად ხო მიხვდი რომ სულიერ პროცესია ვეუბნები. ეს არ არის პროცესი, რატო ემთხვევა ამას ხშირად. ბევრი ამას მამა რომ მივდიო ზიარია გუშინ წავედი, ფეხი წამოვარტყე, იქ წავიკეცი, ვიჭყვი, მეჭყვენ რაღაცა, თუ სულიერი პროცესია. ეს უნდა მიიღო, შენ მეომარი ხარ, უნდა მეომრად ჩამოყალიბდე. მე ბოროტი ღიზიანდება და გიქრის. სადაც შენ სულიერი ზის პროცესია, იგიშლის და იქ უნდა ეს ყველაფერი გაკეთება. ქრისტიანი აი ამ მაღალი თეოლოგიურ ცოდნით უნდა გახდეს ქრისტიანი, თორე იმიტომ რომ ვირამდენჯერ მოვიდა ეკლესიას სანტელი დაანტო თუ ასე შემდეგ. და ჩვენ უკვე იმდენი წლის ქრისტიანები ვართ, რომ უკვე უნდა გქონდეს სულიერი ეს ცოდნა იმ ყველაფრის ამისა და ქრისტიანი ამით აღჭურვილი მართლა ამარცხებს ეს. არა მარტო დავითის არ იყოს, არა მარტო ორი წმინდევართა დაამარცხებს, არამედ თვით ბოროტსა და დაამარცხებს საკუთარ თავში. სხვადასხვა მამა ეშმაკმა მართლა ბევრი ფინტები შექმნა იმისათვის, რომ მოუწყდეთ ეკლესიას და მატერიალური გახდა იმანაც იცის მამაო. ის ახლა როგორც მეთევზე რო თევზაობს, რო იცი რა საკვებზე, რა ადამიანი, რა იმას და მოიყვან, ხო თევზს. ხო იგივე არის ზუსტად ჩვენზე ზუსტად იცის რა რით მოგხიბლავს მამო. აბა იმას ხო არ შესთავაზებს, რა ქვია, წმინდას არ შესთავაზებს არანაირ რაღაცა ბანკირობას, იმიტომ რომ იცის რომ ის წმინდანისთვის ეკლესიაა თავი და მონასტერი. აი თუ შეიძლება მამო, აი ამ შემთხვევაში ხა რო გიყვარს ფული, აუცილებლად იქ რაღაცა ტომრებს შემოგთავაზებთ გვერდით და რომ იმ ყველაფერს ადამიანურს მოგწყვიტოს და ზეციურს მოგწყვიტოს, რაც თავარია და მამო ეს პრობლემები იქნება სულ. აი რაღაცნაირად ეს მახეები იქნება აუცილებლად და აი როგორ უნდა მამო იყოს ჩვენთვის სულიერი უფრო წინ წამოწეული და უპირატესი, იმიტომ რომ ეს პრობლემა როგორია, იცით მამაო, მატერიალურად ხო ძალიან კარგად მიდის მართლა საქმე. ისეთ ერთ დარტყმას მიიღებ და ორს რომ ადამიანური ფსიქიკა ვერ უძლებს ხოლმე მამაო რა. ამას ჯობია ეს პატარ-პატარა დარტყმები გადაიტანო იმის დროს და ეკლესიაში იყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად დაცული ხარ თითქოს ბრონიშილეტი რო გაცვია და რო გესვრიან. აი ესე. თუ შეიძლება მამაო, აი ამას როგორ მოუგოთ, რომ იმიტომ რომ ძირითადად ადამიანი რითაც იტანჯება გარდა იშვიათი გამონაკლისისა, რაც ახლა გარდაცვალებას და იმას ეფუძნება, ხო? აი, მამაო, რითიც იტანჯება, არის ან ქვეყნიური სიამტკბილობის მოკლება, ან იქ გართობაში მე მეორე დღეს იღვიძებ საშინელ დღეში და უარეს პრობლემებში ხარ ხოლმე. თუ შეიძლება, მამაო, აი, ამას როგორ უნდა გავიქცე და როგორ უნდა იყოს ზეციური უფრო მთავარი ვიდრე მიწი. უპირველეს ყოვლისა ვთქვათ, რომ როცა ეშმაკი ძალიან კარგად ცნობს ადამიანს შინაგან ანთროპოლოგიას. როცა წარმოიდგინეთ თავიდან სატანაელი იყო, სიცხლის ანგელოზი იყო, სინათლის ანგელოზი იყო და უპირველეს და უნათელესი ანგელოზი იყო ღმერთის. და როცა ის უფალი ზილავდა ადამიანს თიხის გას, ყველაფერი მის თვალწინ ხდებოდა, ასე და ძალიან კარგად იცნობს ადამიანს. მაღალი ინტელექტია. ახლა ადამიანთან შედარებით ამ ამსვლავად მაღალი ინტელექტია ნამდვილად და ძალიან კარგად იცის სად არის ადამიანის სისტემები. სწორედ ამით დაამარცხა ადამი და ევა ედემის ბაღში, იმიტომ რომ მას უთხრა დაინახა მათში არასრულყოფილება, სადაც სრულყოფილება, იქ ნაკლოვანებაა და ის პატარა ნაკლოვანება დაინახა, რომ უთხრა რომ არ მოკვდებიდო ღმერთი გახდებიდო, ხო? და უთხრა ნახევრალამაზიაო და რა არის გულის თქმაი თვალთაი, გულის თქმაი ხორცთაი და სიამაყე ამ სოფლისა. რაც ცნობს ადამიანს, აი რომ გავერთიანოთ ყველანი ერთად, ეს არის სიამანი თვალთაი და სიამანი ხორცთაი, ხო? გართობის სიამოვნება, პირის სიამოვნება და სიამაყე ამ სოფლისა თანამდებობა გინდა თუ რაღაც ძალაუფლებას მოპოვება გინდა. აი ეს არის ცოდვის ის ერთობლიობა, აი ამ სამში ჩატეული და ძალიან კარგად იცის ეშმაკმა და როგორც კი ახლა
თლათ რომ მათ არ დავაბრალოთ რაღაც, იმიტომ ეს არ იქნება სწორი. იმიტომ რომ აქ ჩვენი თანამოწმობის გარეშე არ ხდება. არა, ღმერთის ღალატი, ჩვენი ღმერთის ღალატი პირდაპირ თქვათ. პალემოცხული ვყიდით. პალემოცხული ამბობს რომ ნუ მისცემ ადგილსა ბოროტსა. ანუ რას ამბობს რომ შენ აძლევ იმის უფლებას რომ შენთან მოვიდეს და რაღაცა პირობა ჯერ პატა სიტყვით იტყვის რაღაცით აი იმას აქ მოდი მეც ცდი ნახე რა კარგია მეც წავარასო ეს რაღაც აი ესეთ პატარიდან იწყება. ანუ უცებ მე გონება აი ხდება აი ნათლს მოკლებული და როგორც თვალია სინათლის წყარო ისე გონება ჩვენი სულის წყარო და მე უკვე 1000 აზრებს იღებ შედიხარ დიალოგში ლაპარაკობ მაგას და მე უკვე ისე ბჭყალებში ხდე მე შენი ხდება ესა შენი სინამდვილეში გარედან არის მაგრამ როგორც აი მუტანტი ისეთი ხარ სხეული შენია გუვითო ყველაფერი შენია მაგრამ სინამდვილეში მის მორჩილებაში ხარ ამიტომ ყოველი ჩვენი თქვენ ამ როგორ დავიცვათ ხო თავი ამისება როცა ყოველ წუთში არჩევანის წინაშე ვდგევართ აი ნებისმიერ ჩემი მოქმედება აქტიურ მოქმედებას დაწყება აი ამ წამს აი რა გავაკეთო აი როგორ რა გავაკეთო ახლა ამას გავაკეთებ საუფლოა თუ საფრთხოა მიწიერია თუ სულიერია ქრისტიანი ვალდებულია ამაზე აქცენტი გააკეთო უნდა გაამახვილოს ყურდება აი დღეს ადეგი წავედი ეკლესიაში და იმ კვირას ხო ვიყავი მოდი ახლა იქ წავალ იქ ეკლესიაში არ წავალ всё აი შენ არჩევანი გაკეთე წახვალ ეკლესიაში ამ მადლს და წყალობას მიიღებ გაძლიერდები კიდევ უფრო ბძენი იქნები არ წახვალ წათალ გაგეფლანგება ის დრო მე საღამო დაწვრის წინ რატო დავკარგი იტყვი ამ დროს ჯერ კიდევ ვინმე მამგონებაში ხარ მაგრამ მე ხანდახან გადავოდა მე ვხედავ აი ის როა ღამის კლუბები როა პარასკევს საღამოს გავილი ხოლმე სანაპიროზე ორი კლუბი ხდება ხოლმე და ერთი ეს ვახუშტის ხიდია და მეორე თევზის ბართან იქ ახალგაზრდები აი წაშლილი სახეებით გამოდიან იქ და მთელი ღამე გამოსული ენერგიით აბსოლუტურად მთლიანად დახარჯეს ეს ენერგია ამ ფლანგვაში აი არ ვიმე სხვა სახსახურება არ ქვია გარტობა ზეგან თქვი და ის რა ხტუნვა თუ რაღაცა პირველი ეს კლუბური ნარკოტიკი მე იქ და მე ჩვეებში გადადის მე ეს გადადის შენ ცხოვრების სტილი ხდება დაგავიწყდა ის სფერო ასე სული ეს სფერო ქვია იმიტომ თლიან მოგიცვა შენ არ ვიცი მე ჭირდება პატრიარქ ამოს სასწაული და სამების სასწაული რომ მდგომარეობიდან გამოიყვანო ადამიანები სამების სასწაული ან და გამოდის თუ მოვახონე მდგომარეობაში უკვე იმ დროს რომ უკვე დაანგრეულია სულის და ფიზიკურ მდგომარეობას გამოცლილია. აღარა მაშინ დაგანახეს მე გეტყვი აი არაფერი ფასი აღარ აქვს ცხოვრებას. მე სუიციდები გამრავლდა, კიდევ უფრო ნარკოტიკებს უფრო მიეძალება, იმიტომ რომ წუწუ დაივიწყოს ეს ყველაფერი ესა. აი ტკივილი მორჩით. ხო, აი ზუსტად კონვულსიები, სული კონვულსიები და ფიზიკური კონვულსიებიც მოიხსნას. აღარ არსებობს სიამოვნებაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ტკივილია სიამოვნება თავიდან 1-2-ია და მე უკვე ჩვევა და ამ ტკივილების მოხსნა ესეა სულიერი პროცესით და ჩვენ დღეს ახლა აი ამ პროცესს ვაკვირდებით ფაქტობრივად, იმიტომ რომ ფილოსოფია არ მივიღოთ ეს მიწის ფილოსოფია. ეს ახალგაზრდებს განსაკუთრებულად, რომელმაც ახლა ქმნიან ჩემი თაობა და წინა თაობა რო არც გემუშავა დაგიჭერდნენ, იმიტომ რომ არ შეიძლება უნდა გემუშავა აუცილებლად. ხელფასი ქონდა თუ არ ქონდა გემუშავა ეს გამუშავებდნენ. ხო და მე სხვათა შორის ახლა მთელი კარიერა სამხედრო კარიერა გავიარე. ისეც მიმუშავია დღეში ერთ პურს გვაძლევდნენ ხელფასი არ იყო წელიწად ნახევარი მე მაგალითად ესე მაგ ნავსახური ერთ პურს გვაძლევდნენ ეს მაგრამ შენ იცი როცა სამშობლო სამსახური ჭირდება ჩემთვის მაშინ სამშობლო სამსახური იყო აი უმაღლესი ჩემი სულიერი მიღწევა ჩემი სულიერი მე რა თქმა უნდა მე მისია ქონდა მეორე ხარისხოვანი იყო აი ეთია მე ღმერთი როცა შევიცანი ამ ყველაფერი ტკივილებიდან რაც მოყვა ამას მე მივხვდი რომ ყველაფერი ღმერთია სამშობლო ღმერთია, ოჯახის ღმერთია, ყველაფერი ღმერთია, მეგობრობა ყველაფერი ღმერთია. რაც ღვთის გარეშეა, ის არ არის საფრთხო და ის ბოროტისგან არის. დღეს არ და ხვალე არის, საფრთხის კდება. თანამდებობები, ჯანმრთელობების, ფული, მთელი ცხოვრება ფულს შეუძლებს და მე ჭირდება პურნალობაში დებ ამას და რაღაც. ხო, აი ეს ბალანსი, ეკლესიამ როგორ დააწესა, ნახეთ, შრომა და კიდევ ეძახი დასვენების ეს ფორმა, დასვენების ფორმა. ესია შენი ცხოვრებაც ესე უნდა განსაზღვრო, ანუ ქრისტიანობა უნდა განსაზღვრო. დაწვია ადრე დაიწყო ლოცვით, არ ვიცი გააგრძელო მე მომზადები სადაც შენი სამსახურის თემა.
ხო, მე ხა ისეთი პროცესია, რომ მაგალითად ახლა აი ქალაქში მით უმეტეს რა სოფელში კიდე მუშაობენ ფიზიკურად, იპოდინამიკური პროცესია. იქიდან სამსახურში კომპიუტერზე, მოვასალში კომპიუტერი დაждდება, ეს ფიზიკური დატვირთები არ აქვს, ეს მე სტუდია ისახება. ჩვენ ძალიან შინაგანი არ ვიცი ყველა ძალიან საერთოდ 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 ამიტომ იცი მოდი ვთქვათ ახლა სხეული რამდენად მნიშვნელოვანია ღვთისათვის. ისეთივე მნიშვნელოვანია დამიჯერდა ორცული. ახლა პირველ ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენ რომ მოვკვდებით ხო სულში, სხეულში უნდა ავდგეთ. მეორედ მოსულ შენ გავდგომა ისე ხო, რომ არ ვიყოს სხეული მნიშვნელოვანი, მაშინ არც იმ მკვდარს გააცოცხლებდა, ხო, ნაინიან მკვდარს გააცოცხლებდა. უამრავი ადამიანი ხეიბარი გადაურჩენია. არც ფიზიკურად თვითონ მოგვევიდა ფიზიკურად, ნო ხილული ფორმით. ამიტომ ამასაც ყურადღების მიქცევა ჭირდება, რომ ხა თუ არ არის საშუალება, მაგრამ აუჩი და სადღაც სპორტ დარბაზში იარო, არის კიდევ ვიძახი, გამოდი ფეხით გაისენე ყოველ საღამოს, აღედგინე ფიზიკური ენერგიები ეს ჩვენ ისევად პროექცია რომ ჩვენი ანთროპოლოგია, სული, ხორცი და სამშვენებელი რომ ერთ-ერთმანეთზე მოქმედებს. თუ სხეული დასუსტა, გონება სუსტდება. თვალი სუსტდება, ზაბუნდები დაზაბუნებული, სულიერ მოღვაწეობას ვეღარ წვირთულობ. ადამიანი აი ესე უნდა გავიაზროთ, ფლიანობაში უნდა გავიაზროთ, რა თქმა უნდა. თქვენ ახლა თქვით რომ გამოდიხარ გარეთ სხვაობები, ჩვენ აი ამ კომპიუტერთან ტელეფონმა წაგვართა ცოცხალი ურთიერთობები, ძალიან ხშირად წაგვართ ურთიერთობები, არ და ეს ყვებავს ადამიანს შინაგანად, გაძლევს мотивაციას, რომ იცოცხლო და იცოცხლო აქტიურად. ნათესავი, რა ვიცი, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ერთად ვიყავით სულ ყოველთვის. ჩვენ სახლი სავსე იყო ჩვენი, რა ვიცი, კედო სახლი ქონდა უზარმაზარი და სავსე იყო, სულ იყო სტუმარი. რა ვიცი, სტუდენტი და სულ მადლობა ღმერთს და ეს ამხელა სიხარულია დღევანდელ, ამხელა სულიერი და ესეთი ენერგია მაქვს ახლა მათგან მიღებული და ჩვენს ურთიერთობა გვაქვს. ესეთი იყო მეზობლობა ჩვენთან. ხო, იქ საერთო ტკივილი იყო, საერთო სიხარული იყო, ცდილობდნენ რომ გამოენახათ ეს საერთო შეხვედრის რაღაც მომენტები. ეს არის ცხოვრების რეალური ფორმა. ეს ერთ შემთხვევაში ქართულს რა ქონდა, იცი, ყველაფერი ტკივილიანი პროცესი გადაყავდა პოზიტიურს ქმნიდა. ღეროდა მაინც ტკივილში ომში ღეროდა. ომში ძღეროდა, გაჭირვებაში ძღეროდა, სიღარიბეში ძღეროდა, ყოველთვის ძღეროდა, ეს იყო და ერთად იკრიბებოდნენ და ეს იყო სიხარული განცდა. დღეს დანაწევდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეგო შემოვიდა მეტი. გონია რომ შენ ახლა იმას რომ დაეხმარო, შენ რამე დაგაკლდება, ან პირიქით ახლა შენ ახლა იყენებს ხო და რამდენი კაი ადამიანი ყავს ესე მოტყუებული. ძალიან ბევრი. აი მით უმეტეს ახლა ბოლემ 30 წლიანი იდეოლოგია რაც შემოიდეს ლიბერალური ფორმის, აი ეს გაზარდა ადამიანში ეგო საკუთარი თავისა, ამან გამოიწვია აი გარე სხვა ადამიანების მივა თანაგრძნობა და თანალბობა, შემცირება მისი და აღარც ტკივილში არიან თანამონაწილე, აღარც სიხარულში არიან თანამონაწილე. და ეს ადამიანი გაღატაკდა შინაგანად და დაიღალა. აი იღლება, ამას დაღლაქვია რაღაც სული დაღლაკი, იმიტომ რომ სინამდვილეში გაუბედურება. ხო, მაგას ვიზახი, ესე იგი ადამიანი არის უბედურია, გვიყანო და თავს აჯერეს, მამო. აქ ხა მარტო მართავ შენ იმას და მაგით მე იტყვევს საკუთარ თავს, რომ იმ სიამოვნება უნდა, ეს სიამოვნების ნახვა უნდა, იმ სიამოვნების ნახვა უნდა, არ ვიცი 1000 სიამოვნების იგონებს, მე რომ იქნება როგორ ეს სულიერი სიხატაკე დაივიწყოს, ან ნარკოტიკივით არის სიამოვნებაც. ამიტომ აკეთებ შენ რომ მოწყდე დაივიწყო ეს ყველაფერი. ადამიანსადხი. ხო, დღეძინავს მე ღამე თავის სამყაროშია და ასე და ტყუილია ეს, უნდა გავარკვიოთ, რომ ეს არის სატანის მოტანილი ტყუილი, რომელიც აი მრავალს ატყუებს უკვე. შეცვლა შეიცვალოს ცხოვრების ფილოსოფია. მე ახკედებ და ახალგაზრდებს მოუწოდებ ამისათვის, თუმცა მას ამბობენ, დაინახეთ რეალურად, გაახილეთ თვალ. ვერსადვე დაინახავთ ამას. ნუ ეძებეთ ამას ინტელექტუალურ სიფტყეში, ეძებეთ ეკლესიაში. ნუ ენდობით მათ, ვინც ეკლესიას უპირობოდა ლანძღავს და ამ ვისი დაკნინებაც რო უნდა. ტყუილია, შეიძლება 1-2 მაგალითად რეალური იყოს, მაგრამ 100-დან 99 უკვე ტყუილია. და ნუ სამე შეგეშინებათ ბოლოს. რა მიგვირს იცი, ძალიან დიდი ბოდიში და აი ნებისმიერ ასპექტში იმ ადამიანს როგორ უნდა ენდო, ვინც ვინმეს ან რამეს გაძულებს და ზისხს გასწავლის, ან ლანძღავს. აი პირობითად შეიძლება მე მართალი ვარ და ვიღაცას ლანძღავ. უკვე შენგან ბოროტი მოდის, იმიტომ რომ ჩემში სიძულვის თესავ რა. აი მაგალითად ყოფილა შემთხვევა რაღაც ვიდეო ამოუჭრია და დაუდია და მართლა შეიძლება იმ შემთხვევაში მართალი, მაგრამ ადამიანებს ქვემოთ რო ცუდ ნეგატიურს აწერინებ, ალანძღინებ, აგინებინებ, შენ უკვე ეშმაკისგან ხარ. აი როგორ შეიძლება ამ ადამიანმა მოგატყუოს, მამო, აი ანუ შენ გინდა რომ თან თავისუფალი იყო, ლიბერალი იყო, მაგარი ტიპი იყო და თან ვიღაცა ტიპები გმართავენ როგორც თვითონ ნებავთ, მამო.
ხო, აი ეს ძალიან ამ სოციალურ მაქსელემენტს ძალიან ღმერთად გააკეთეს. შენ ახლა ადამიანზე მარტო მშრალ ტექსტს კითხულობ, იქ არის და ამას იჯერებ შენ და ისე დარწმუნებითი ფორმა აქვს ამ ყველაფერს ამან იდება. ესე იგი ეს რეალურად ესეა და ზოგადად აი რა არის ჩვენი რელიგიის სიდიადე? როჩი ღმერთი ჩვენი ღმერთის სიყვარული არის. ნებისმიერ რელიგია, ნებისმიერი არ ვიცი ფილოსოფიური მიმდინარეობა იქნებოდა აზრი ვიღაც ადამიანისა, სადაც არდებს სიყვარული და სიკეთე ის ბოროტისგან არის. სულსა მოდი შენ ამას გეუბნები, მე ინტუში ხვდები რომ თუ შენ ახლა იმაზე ჩემთან ამბობს, ჩემთან იმაზე ძალიან მარტია. მე მაქვს ეს გამოცდილება, მაგრამ ახალგაზრდებს ხო ეს გამოცდილება არა. ბატონო, თქვენ გავთ ეს გამოცდილება, იმიტომ რომ ბევრი ნახველი ხარ და არა და მალე ტყუდებიან ადამიანები და კარგავე მე ყველა მე ვამბობ იცი რა არის ადამიანი სუსტია და ზოგადად შეიძლება მართლა სადაც რაღაცა ისე მსგავსი ეშმაკი მიუხვდა თქვა ეს რაღაც, მაგრამ არსებობს უნივერსალური ფორმა, რომელიც შენარჩუნებისა, ეს არის მოთმინება. რასაც არ ითმე, მე სადაც არ მოვითმე, ყველაფერი დავკარგე. სადაც არ მოვითმე, დავკარგე, დამიჯერეთ. ეს ჩემი პირობითი ლაპარაკობა აიგოს მეთაურის თემა იყო თუ დაიკარგება. არასფერი არ არსებობს მოთმინების გარეშე. ეკლესიაში ურთიერთობაში კი გჭირდება მოთმინება, გვერდზე ის დგას, ვეონები გამომდებ თქვენ არ მიცეთ ჩენის და მე გამოვა მე ვიტყვი გაჭუმდნენ, ხო რაღაც იმიტომ რომ შენგან ეწყინება, ჩემგან შეიძლება არ ეწყინა. აი ესეთი ძალიან დელიკატური უნდა იყო ადამიანებთან, ხო და მოთმინება კონდეს. აპატიე რა. ხო, ხანდახან რო ვეონები ხოლმე მამო ბავშვები ხმაურობენ, ვეონები თქვენ ხმაურობთ. ბავშვები ჟღურტულებენ ტაძარში. თქვენ ახად როგორ ხმაურობთ? მამო ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის და სამწუხაროდ ჩვენ და დრო ამოიწურა და ძალიან გვეწყინა. ხო რა ვიცი მე მადლობა უფას მე ვგზნობ თქვენს ასე თქვა იმ სივრცეს აურას იმ თქვენი მრევლისა ვინც თქვენს გარშემო გიყურებთ მაგრამ მათთან სულიერი კონტაქტი ვგზნობ იმიტომ რომ ხედავ რომ ესენ ადამიანს უყვარს ეს რასაც ახლა ჩვენთან ლაპარაკობ ერთმანეთს ვამხნევ და ღმერთმა დაგლოცო და გაკეთე. ძალიან დიდი მადლობა მამო მოვიკითხავ თქვენ არაჩვეულებრივ ოჯახს აუცილებლად და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ რომ ხართ ესეთები და ადამიანო გეხვეწები, აი ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენ აღარ ვინდობთ ერთმანეთს. აი იმიტომ რომ იმა რო იცოდეს, ვინც თქვენ, აი ცუც გელაპარაკებათ ან ეკლესიაზე, ან მოძღვარზე, ან ვიღაცა ნებისმიერ სხვაზე, ხო? და ამას შენ შემდგომ დაუფიქრდები, არაყვები, აიტან, ან პირიქით შენთვის სასიკეთოდ იმოქმედებს, ხო? არც არ გეტყვის. მაგრამ რო იცის რომ აყვები, შენც ამის გამკეთებელი ხარ, შენც ამის ამტანი ხარ, დამტევი ხარ და ამასთან ერთად წაუხალისებ ამ სიბოროტეს, ხო, იმიტომაა რომ შენთან ყვება. აი ჩვენ უნდა ვაცოდინოთ სხვას, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდში ვდგავართ და ვიღაცაზე ცუც რო გვეტყვიან, კი არა ავყვებით, შეგვეცოდება და გვერდში დაუდგებით და უშველით. აი ეს არის ნამდვილი ადამიანობა რა, აი საერთოდ ყველაფერს თავიდან უბრალოდ ეს გვაადამიანებს და ცხოველისაგან განგვასხვავებს რა და გეხვეწებით ეს შევინარჩუნოთ აუცილებლად ამას მარტო რელიგია და ჩვენი ღმერთი კი არ გვავალდებულებს. უბრალოდ რომ გავჩდით ცხოვრებისეული წესი და ადამიანობა გვალდებულობს და გეხვეწებით რა ეს აუცილებლად იცოდეთ ყოველთვის რა. ბედნიერებას გისურვებთ, მამა დავით ლონდარიძე გახდა ჩვენი სტუმარი, დიდ მადლობას მოგახსენებთ. აუცილებლად დაგიბრუნდებით ზუსტად 1 საათის შემდგომ 8:30-ისათვის მამა გიორგი ჩაჩავასთან ერთად არ გადართოთ წარმატებებს გისურვებთ ყველაფერ კარგს 8:30-ისათვის ისევ დაგიბრუნდებით მე გახდით გიორგი დარასელია და დროებით. იცოს